ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის კოპროდუქციის ღმერთოს პრემიერა შედგა. სპექტაკლი ებრაელი დრამატურგის ანად გოვის პიესის მიხედვით რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა დადგა, რომელიც მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლის მთავარი თემა ადამიანების შინაგანი რწმენა, შიშები და სინდისია, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა მომენტში განსაზღვრავს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არ ვიცი სხვა ჩვეულებრივი ბავშვი ამას მომცემდა თუ არა. და როდესაც ის მეხუტება, და ჩემთვის უკრავს, მეტია ვიდრე სხვა ნებისმიერი სიტყვა. და თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებთ. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ. არაჩვეულებრივი შესრულება იყო თაკო ჩანუყვაძეს. აი, ვერ გამოვდივარ ჯერ კიდევ ემოციებისაგან. თვალხილულად, ასე ნათლად, ასეთი არაჩვეულებრივი შესრულებით ვიხილე ღმერთის და ადამიანის პაექრობა ერთმანეთში, როგორ ამარცხებს ღმერთი სატანას, ასე შევხედე მე ყოველ შემთხვევისთვის და როგორ იმარჯვებს ადამიანში ღმერთი თვითონ, როგორ იმარჯვებს მომავლის რწმენა და მომავლის იმედი. და ჩვენც მეც რა თქმა უნდა, როგორც ყველა აქ დამსწრე, აი იმედით ვცხოვრობ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, იმიტომ რომ მოდიოდა ის ემოცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ველოდებოდით ჩვენი სარეპეტიციო პროცესის დროს, მუდმივად ველოდებოდით თუ როგორი იქნებოდა მაყურებელთან ჩვენი შეხვედრა. არ შემიძლია ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო ნიკუშა ფაიქრიძეს, არაჩვეულებრივ პარტნიორს, ჩემს უნიჭიერეს, უმაგრეს მეგობარს, ასევე უღრმესი მადლობა ვასო ჩიგოგიძეს და დიმიტრი ღვთისიაშვილს იმისათვის, რომ მოგცა საშუალება აი ასეთი არაჩვეულებრივი სპექტაკლით წარსდგეთ როგორც ოზურგეთის თეატრის სცენაზე, ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე და ძალიან დიდი მადლობა ყველას. ვარ ძალიან აღელვებული, იმიტომ რომ ზუსტად ის ემოცია მოვიდა, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. გვაძლევს იმ მუხტს, რომ ისე წარსდგეთ მაყურებლის წინაშე, როგორც საჭიროა და მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე ვარ უზომოდ შეყვარებული თქვენს თეატრზე, აი ამ ჯადოსნურ მხარეზე. არ შემიძლია ორი ადამიანის ძალიან დიდი სამადლობელი სიტყვა არ ვთქვა. ეს არის ბატონი, რა თქმა უნდა, ვასიკო და ზაზა. აი შემდეგ მე მინდა აი ამ თეატრში ყველას, ვინც გამარჯობა უთხრა ცამდე დიდი მადლობა. ვინც აი ამ 5 დღის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო, ერთად გავანათეთ მუსიკა, ერთად შევიყვანეთ პროექციაზე, ერთად ვიმუშავეთ. უღრმესი მადლობა ხალხო, თქვენი იუმორით, თქვენი კეთილგანწყობით, თქვენი ადამიანობით ვიყავით ბედნიერები, აბსოლუტური განცდა გქონდა, რომ სახლში ვმუშაობდით, სახლში ვაკეთებდით იმ საქმეს, რაც გვიყვარს, რასაც ვემსახურებით. მადლობა თქვენს არაჩვეულებრივ მაყურებელს, რომელმაც დაგვიფასა ეს ნაშრომი და ვარ ემოციებით სავსე. ჩემთვის ემოციურად ძალიან რთული ამ პიესაზე მუშაობა. მე სპექტაკლის დასაწყისში ვთქვი, რომ სპექტაკლს უძღვნიდი ჩემს უახლოეს მეგობარს, არაჩვეულებრივ არტისტ ზურა ბერიკაშვილს, რომლისთვისაც ბოლო როლი აღმოჩნდა ეს პიესა და აი ეს ერთგვარი სევდა დაკრავდა მთელ სპექტაკლს. დიდი მადლობა ოზურგეთელ მაყურებელს პირველ რიგში, იმიტომ რომ დღეს იყო ისეთი გასული დარბაზი, თან გრძნობიარე დარბაზი, რომელსაც არ გამორჩა არც ერთი პატარა დეტალიც კი, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო. და დიდი მადლობა რასაგურელია ბატონ ვასოს, ბატონ ზაზას და ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც დაიბადა ეს წარმოდგენა, იმიტომ რომ მათ გარეშე ჩვენ აქ გავანათეთ სპექტაკლი, აქ მოვერგეთ სცენას, ყველაფერი მოხდა აქ და ამ ხრივ ოზურგეთის თეატრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ უმოკლეს დღეებში და დროში შევძელით საკმაოდ რთული ტექნიკურად წარმოდგენის გამართვა.